დილამშვიდობისა, კიდევ ერთხელ სიამოვნებით მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.jim, MyVideo.g, ასევე მაგთისაები ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ასევე ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. Პარასკევია და როგორც ყოველ პარასკევს 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გვაქვს საშუალება ვისაუბროთ სპორტზე, თანაც დილის ეთერში და კახა გელოშვილთან ერთად. კახა დილამშვიდობის. დილამშვიდობისათო მოგესალმებით, მივესალმები მსმენელს. ესე იგი შემოდგომა მთელი თავის პალიტრით და დიდებულებით წარმოდგენილია. ამინდი ნუ რა გითხრათ, წვიმიანია და ვფიქრობ, ხა ფინჯან ყავასთან ან ჩაისთან თუ ჯერ არ გასულ ხართ სახლებიდან, კარგია ჩვენი მოსვენა, თუ რა და დაგვემგზავრეთ, სადაც არ უნდა იყოთ მთელ საქართველოში. ჩვენ ერთად ვისაუბროთ მოკლედ იმ მნიშვნელოვან თემებზე, საკითხებზე, რომელიც სპორტში ამ ეტაპზეა. დავიწყოთ ზაგრებით, ჩემო კახა გუშინ ვისაუბრეთ ჩვენ გადაცემაში, მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში და ხალიჩაზე 9 ქართველია, მათგან 2 არის ფინალში. ზაგრები მასპინძლობს ჭიდაობის სახეობებში მსოფლიო ჩემპიონატს, თავისუფალი ჭიდაობა დასრულდა, ქალთა ჭიდაობას დასრულდა და გუშინ დაიწყო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი, 4 ქართველი გავიდა საჭიდაო ხალიჩაზე, აქედან 2 როგორც შენ აღნიშნე, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს დღეს. განრიგის თანახმად გუშინ დაიწყო წინასწარი ეტაპი და უკვე ფინალური ბლოკი საჩემპიონო შეხვედრები დღეს გაიმართება. დღეს სხვა წონით კატეგორიებში დაიწყება უკვე წინასწარი შეხვედრები, რაც შეეხება ჩვენს ფინალისტებს, გელა ბოლქოაძე 82 კილოგრამ წონით კატეგორიაშია და ვახტანგ ლოლუ 55 კილოგრამში. ეს ქართველი ფალავნები იბრძოლებენ დღეს მსოფლიო ჩემპიონის წოდებისთვის, საბამისად ოქროს მედლისთვის. ბოლქოაძემ პირველ წრეში მერვე ფინალურ ეტაპზე უკრაინელი რუსლან აბდიევი დაამარცხა იოლად 6-1, შემდეგ გაერთიანებული გუნდის წევრს რუსეთის ნაკრების წევრს ატლეტ ტულუბაევს ლია შილოკავკასიელ ფალავნას დაძაბულ შეხვედრაში 5-4, ნახევარფინალში კი დამაჯერებლად მოუგო იაპონელ ტაიზო ოიშიდას, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იაპონელები როგორც წესი ჯიუდოში ჭიდაობენ, თუმცა არიან გამონაკლისები, თავისუფალშიც ხავთ მოჭიდავეები და აგე ბერძნულ-რომაულშიც და გაუჭირდა უბრალოდ დაამარცხა ეს იაპონელი. 8-3 ფინალში კი ირანის წარმომადგენელ გოლარეზა ფაროხი ჯენსოჯანს შეხვდება, ესეც რთული წარმოსათქმელი გვარის ფონება ირანელ მოჭიდავეს და მისი დამარცხება. ეს ჩვენთვის შემოკახა. თორე ალბათ ირანელისთვის არ იქნება ეგ ამბავი. რაც შეეხება ლოლუას, ჯერ ჩინელი მოჭიდავე დაამარცხა 9-1, შემდეგ რუმინელ დენის მიხაისლია ბოლო წამებზე მოპოვებული ქულის წყალობით 3-2. ნახევარფინალში კი თურქ მუხმედ ჩაქირი დაამარცხა აკაც ბრძოლაში ბოლო ქულის წყალობით 2-2 დასრულდა. აქ ბოლო ქულას ვინც მოიპოვებს ფრის შემთხვევაში ის არის გამარჯვებული და აი ლოლუა მოიპოვა გადამწყვეტი ქულა ამ შეხვედრაში 2-2 დასრულდა, გავიდა ფინალში და სხვადასხვა ლოლუასაც ირანელთან მოუწევს დაპირისპირება. პაი მაჰმად ბალუტაკი იქნება ლოლუას მეტოქე. დღეს ქართულ-ირანული შერგინებები შეხვდება ფინალურ ოქტაბრძოლებში 55 და 82 კილოგრამ წონით კატეგორიებში და იმედია ქართველები შეძლებენ მეტოქეების დამარცხებას. რაც შეეხება რამაზოიძეს და სულხან ბუიძეს, საბამისად 77 და მძიმე წონით კატეგორიებში სამწუხაროდ საკვალიფიკაციო ეტაპზევე, ადრეულ ეტაპებზევე დამარცხდა ორივე ეს ფალავანი და დაასრულეს მათ ნაადრევად. ასე რომ დღეს ველით ოქროს მედლებს მინიმუმ უარეს შემთხვევაში ვერცხლის მედლები, ანუ ვიცე-ჩემპიონები ჩემპიონობა განაღდებული აქვთ ბოლქოაძესაც და ლოლუასაც, თუმცა ასეთი წინვალი ასპარეზობის შემდეგ ნამდვილად იმსახურებენ ისინი ოქროს მედალს და იმედია გაგვახარებენ ქართულ გულშემატკივარს, გაახარებს ქართულ გულშემატკივარს ორივე ეს ჩვენი ფალავანი. დღეს გაგრძელდება გარდა ამ ფინალური ბლოკის სამწონებში კიდევ სამწონაში გათამაშდება პირველი წინასწარი რაუნდის შეხვედრები გაიმართება, კერძოდ 60, 72 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში. ამირან შავაძე 60 კილოგრამში დაიცავს ჩვენი ქვეყნის ღირსება, 72-ში იური ლომაძე, 97-ში კი ლაშა გობაძე. და ბოლო 3 წონა 63, 67, 87, აქ
ზეგისთვის დაიწყება ასპარეზობა და 21-ში დასრულდება, 21-ში სრულდება მსოფლიო ჩემპიონატი ზაგრებში. ძალიან კარგი. წარმატებები უსურვოთ ჩვენს მოქალაქეებს, დარწმუნებული ვარ, რომ ვიამაყებთ მათი შედეგებით. საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები Euro 2026 საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში სლოვაკეთს დაუპირისპირდა და დამაჯერებლადაც ძლია 4-1 და Euro 2026-ისკენ სერიოზული ნაბიჯიც გადადგა. სულ მინდოდა მეკითხა და მაქვს ახლა შესაძლებლობა ფუტსალსა და მინ ფეხბურთს შორის რა განსხვავებაა. აგვიხსენი მოდი ეს ყველაფერი, ვინ თუ არა შენ ყველაზე უფრო კომპეტენტური ხარ ამ საკითხში და შემდეგ უშუალოდ აი ამ გუშინდელ ასე ვთქვათ ნაკრებს. ორივე როგორც ფუტსალი ასევე მინი ფეხბურთი, დარბაზის ფეხბურთი არის დიდი ფეხბურთის ასე ვთქვათ შვილობილი, ვთქვათ, სახეობა ფეხბურთის განსხვავებები და ისევე როგორც ასე ვთქვათ ძალიან ბევრია შეიძლება ითქვას ფუტსალი უპირველეს ყოვლისა ვთქვათ რომ არის ამერიკული სახეობა დარბაზის ფეხბურთისა, მინი ფეხბურთი ევროპული არის გარკვეული იგივე თქვათ კარებების ზომებში ბურთის ზონაში თქვათ თვითონ თამაში თქვათ იქ მინი ფეხბურთში ფეხით შეყავთ ბურთი ფუტსალში ხელით და თქვათ ფუტსალი არ არის FIFA-ს წევრი ორგანიზაცია, ანუ უარი თქვა ამერიკული სახეობა, როგორც უკვე ვთქვით, ფეხბურთი დარბაზის ფეხბურთისა და ფუტსალს თავისი ფედერაცია ყავს, თავისი ხელმძღვანელები, რომლებიც არ, ასე ვთქვათ, არანაირ კავშირში არ არიან FIFA-სთან, განსხვავებით მინი ფეხბურთისა, მინი ფეხბურთი ევროპული სახეობაა დარბაზის ფეხბურთისა და FIFA-ს პატრონაჟის ქვეშ ატარებს ყველა ტურნირს, ამიტომაც ქვია მინი ფეხბურთი და ფუტსალს არ ქვია ფეხბურთი, ქვია ფუტსალი. სახელწოდების გამოყენების უფლებაც არ აქვს ფეხბურთთან, ფუტბოლთან დაკავშირებით ფუტსალს. საინტერესო დეტალია კიდევ ის, რომ თქვათ მინი ფეხბურთში მოვაწე სპორტსმენს, მინი ფეხბურთელს კარიერის მანძილზე ეკრძალება, თქვათ ფუტსალში რო გადავიდეს და პირიქით ფუტსალელს არ შეუძლია, არ აქვს უფლება ერთი თამაშის თუ აქვს ჩატარებული საერთაშორისო ტურნირზე ფუტსალში, მინი ფეხბურთში ითამაშოს. რომელი უფრო პოპულარულია და რატომ? პოპულარობით ორივე ძალიან პოპულარულია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც უფრო მინი ფეხბურთია პოპულარული, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპული სახეობა და ევროპული ფეხბურთი მაინც ევროპული სპორტის სახეობაა და არა ამერიკულთან ნაკლებად კავშირში. ამერიკული ფეხბურთი ჩვენ ვისაუბრეთ, რომ აბსოლუტურად სხვა სახეობაა, თუმცა ფეხბურთი ქვია ამერიკული ფეხბურთი და ჩვენებურ ამ ევროპულ ფეხბურთს სოკერს უწოდებენ ამერიკაში. და ასევე საინტერესოა ის დეტალიც, რომ ესე იგი ფუტსალის და მინი ფეხბურთის ორივე ნაკრები იშვიათია რომ ყავდეს ქვეყნებს. ჩვენ საქართველოში როგორც ფუტსალის ნაკრები ყავს, ასევე მინი ფეხბურთის და საკმაოდ წარმატებული ორივე ამ ფეხბურთის ამ კონკრეტულ სახეობაში და ეს ფუტსალი ავთანდილსათიანის გუნდი ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატის მეორე საგზურისთვის იბრძვის 2022-ში ითამაშეს ჩვენებმა პირველად სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე და ითამაშეს საკმაოდ კარგად, ჯგუფური ეტაპი გადაალახეს, გავიდნენ მეოთხედფინალში და იმედია ეს ჯერ უნდა გავიდეთ, რა თქმა უნდა, 4-1 მოვიგეთ, შენ დაიწყე ამის შესახებ საუბარი გუშინ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ქართველმა ფუტსალელებმა და ეხლა 23 სექტემბერს გვიწევს უკვე გასვლითი მატჩი ბრატისლავაში. უარის შემთხვევაში ორი ბურთის ხოლობით რომ წავაგოთ, გასულები ვართ, ანუ ბურთების ბალანსია თავარი და უკვე შემდეგ აღმოჩნდებით ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც გაისად 2026 წლის იანვარში გაიმართება. კიდევ ბევრი განსხვავებაა ფუტსალსა და მინი ფეხბურთს შორის, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი შორს აგვიყვანს, თქვათ იქ კარებების ზომები, ბურთების ზონა, მოედნის ზომების განსხვავებულია მცირედი, თუმცა არის განსხვავება და ძალიან პოპულარულია ეს ფეხბურთი, ახლა ძალიან ბევრი ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც ასრულებს კარიერას, მიდის მინი ფეხბურთში, ანაც ფუტსალში და იქ აქ ასაკობრივი შეზღუდვა არ არის. არა, ეროვნულ ნაკრებს გუნდებს შორის, ეროვნულში შეუძლია 17 წლისამაც თამაშო და შეუძლია 35 წლისამაც.
თქვათ, არანაირი შეზღუდვა არ არის. განსხვავებები არის ბევრი და ასევე კავშირიც არის, ასევე როგორც ერთად ასევე მეორე თქვათ იქ მეკარესთან არ შეიძლება უკან დაბრუნება, თქვათ, იქ საკუთარ მოედანზე გარკვეული დროა ფუტზალში განკუთვნილი, რომ ნახევარზე არის სხვაობები, ხა განსხვავებები. კიდე ერთ საკითხზე გადავიდეთ, ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ, მნიშვნელოვანი დღე აღმოჩნდა ქოჩორასთვის, გიორგი ქოჩორაშვილისთვის, შედგა მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში. მოდი გვითხარი, შენ როგორ აფასებ ამ ამბავს და რა შანსები და შესაძლებლობები ჩნდება სპორტსმენისთვის ამგვარი ქოჩორაშვილი რომ მებრძოლი ფეხბურთელია და ერთი თითოეული მტყაველისთვის რომ არ მტყაველს არ დათმობს არც გინდა ნაკრებში და გნებავთ საკლუბო დონეზე ეს ყველა გულშემატკივარმა იცის გუშინ მისი დებიუტი იყო პირველად თამაშა ჩემპიონთა ლიგაზე კონტინენტის მთავარ საკლუბო ტურნირზე თავის ახალ კლუბში პორტუგალიის ჩემპიონის ლისაბონის სპორტინგის შემადგენლობაში და ითამაშა ძალიან კარგადაც, საკმაოდ კარგი შეფასებაც დაიმსახურა. თავიდანვე ვთქვათ, რომ ქართული დუელი არ შედგა გუშინ კაირატში გიორგი ზარია თამაშობს, თუმცა ტრავმის გამო გიორგი ბოლო პერიოდია ვერ ახერხებს მოედანზე გასვლას. რაც შეეხება ქოჩორაშვილს, თავიდანვე მონდომებული იყო პირველივე წუთებიდან, ისეთი მონდომებული იყო, რომ მეოთხე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. დებიუტშივე, რამაც გარკვეული დაღი დაასვა მის თამაშს უფრო ესე თქვათ გახსნილად ვეღარ თამაშობდა იძულებული იყო უფრო ფრთხილად ეთამაშა თუმცა რამდენიმე ესეთი ეფექტური მომენტი შექმნა მაკრატელა დარტყმას განახორციელა მაგრამ არ გამოვიდა ზუსტი სამაგიეროდ გამოვიდა ბრწყინვალე საგოლი გადაცემა ეფექტურად შეასრულა ეს პასი გიორგიმ და ქუსლი დაუგორა ბურთი ბარსელონას ყოფილ ფეხბურთელ ფრანსისკო ტრინკაოს, რომელმაც შორიდან ბრწყინვალედ შეაგდო ცხრიანში. შემდეგ 71 წუთზე შეცვალეს ქოჩორაშვილი, თუმცა ამ დროის ამ მონაკვეთში ერთ საათზე მეტი დაჰყო მოედანზე, საკმაოდ კარგი დროა დებიუტანტისთვის თან ჩემპიონთა ლიგაზე. ამ დროის ანგარიში 1-0 იყო, შემდეგ უკვე 3 წუთიან მონაკვეთში 3 გოლი გაიტანეს პორტუგალიელებმა, საბოლოოდ 4-1. 7.2 ფლეშ სკორის ანალიტიკური გამოცემის შეფასება, ასეთი გახლავთ ქოჩორაშვილის შეფასება, საკმაოდ კარგი დებიუტი გამოვიდა, შეიძლება ითქვას. საერთოდ მინდა აღვნიშნო, რომ ეს მეხუთე ქართველმა ითამაშა გუშინ, უბრალოდ 5 ქართველი. ქართველების, ხო? ჩემპიონთა ლიგაზე ამდენი ქართველი არასდროს არ ყოლია, დასრულდა გუშინ ფაზის პირველი ტური 18 მატჩი გაიმართა და ამ 5 ქართველი ლეგიონერიდან 3 ითამაშა, 2 ზარია ტრავმირებულია, როგორც უკვე აღნიშნეთ და გიორგი მამარდაშვილი ჯერჯერობით თავის შანსელის დებიუტი ჰქონდა გიორგი მიქაუტაძესაც ვილიარეალის ახალწეულს ლონდონში ტოტენჰემთან 0-1 წააგო როგორც გახსოვს მიქაუტაძის გუნდმა და ქოჩორაშვილიზე უკვე ვისაუბრეთ ყვარაცხელიაზე რა თქმა უნდა მეორე ვთქვით მეოთხე სეზონი დაიწყო ჩემპიონთა ლიგაზე ულამაზესი გოლის გაიტანა და ოფიციალურად იმ მატჩში ატალანტასთან საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა ასე რომ ველით პირველ რიგში მე ძალიან მსურს ალბათ ყველა გულშემატკივარს მამარდაშვილი ვიხილოთ ლივერპულის ძირითად შემადგენლობაში იქნება ეს ჩემპიონთა ლიგაზე თუ პრემიერ ლიგის მატჩი ოღონდ აუცილებლად ამ სეზონშივე მინდა რომ გიორგიმ თავისი შანსი მიიღოს ხვიჩაზე არ არის საუბარი ხვიჩა ერთ-ერთი ლიდერია ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულისა და წელსაც არაფრით ნაკლები გუნდი არ ყავს შარშანდელზე და წელსაც ფავორიტთა შორისაა PSG და ქოჩორაშვილი და იგივე მიქაუტაძე თავიანთი ახალი გუნდმართალია არც ვილიარეალი და არც სპორტინგი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტთა შორის არ მოიაზრებიან, თუმცა ჩვენთვის თავარია რომ ხშირი სათამაშო პრაქტიკა კონდეს ორივეს, რაც ეროვნულ ნაკრებში წარადგებათ და ასევე თავის შანსს მიიღებს ალბათ და გამოჯამრთელების შემდეგ ზარიაც გიორგი ზარია, რომელიც ალმატის კაირატში თამაშობს, ყაზახეთის ჩემპიონი, ფურორი მოახდინა ამ გუნდმა, როცა გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე.
გუშინდელ მაჩებზე ჩვენ ერთ-ერთ გამოშვებაში ვისაუბრებთ სპორტის გამოშვებაში ამაზე დროს არ ასე ვთქვათ არ წავიღებ მე მინდა ხა ჩვენი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შესახებ ვთქვათ FIFA-მ გამომაქვეყნა სექტემბრის მატჩების შემდეგ განახლებული რეიტინგი ეროვნულ ნაკრებთა და არის ძალიან ბევრი ცვლილებები ჩვენთვის ყველა საინტერესო და შეიძლება ითქვას ოდნავ არასასიამოვნო არის ის რომ ერთი საფეხურით დაქვეითდა ჩვენი ეროვნული ნაკრები თურქებთან მარცხის შემდეგ 2-3 და თბილისში ორივე შეხვედრა თბილისში გაიმართა შემდეგ ბულგარეთთან მოგებული 3-0-ით რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა 2.9 დიფხულა შეიმატა თუმცა ერთი საფეხურით მაინც დაქვეითდა ახლა ჩვენი ნაკრები 72 ადგილზე 77-ზე ვიყავი 77-ზე ვიყავი წინა რეიტინგში რაც შეეხება ლიდერს ახალი ლიდერი ხავს ლიდერს ეს გახლავთ ჩვენი თანაჯგუფელი ასე თქვა ჩვენი ჯგუფის მსოფლიო ჩემპიონატის არჩევი ეტაპის ჯგუფში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე და ფავორიტი ჯგუფისა ესპანეთის ეროვნული ნაკრები რომელიც დაწინაურდა და ლიდერობა ჩამოართვა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ არგენტინის ნაკრებს მეორე ადგილზე საფრანგეთია ვიცე-ჩემპიონი მესამემდე დაქვეითდა არგენტინის ნაკრები შემდეგ მოდის ინგლისია პორტუგალია პირველ 5 ელს ასრულებს 5 ელს მიღმა ბრაზილია და შემდეგ მოდიან ნიდერლანდები, ბელგია, ხორვატია, 10 ელს კი იტალია ასრულებს. FIFA-ს რეიტინგი, ახალი რეიტინგი უკვე ოქტომბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ განახლდება 23 ოქტომბრისთვის. ოქტომბერში ჩვენს გუნდს ეროვნულ გუნდს 2 მატჩი ელის, ორივე გასვლითი ესპანეთთან და თურქეთთან უმძიმესი ურთულესი შეხვედრები და აქედანვე ვუსურვოთ წარმატებები, დრო მოვადრო, როდესაც ამ მატჩებზე ვისაუბრებთ, თუმცა და იმედი დავიტოვოთ რომ მოვადრო, როცა გვეტყვი რომ 5 ელში ჩვენ ვართ. 5 ელში სიამოვნებით ეს არ გაგიჭირდება გამოცხადება, ხო? არანაირად. კარგი, მადლობა კახა. ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ ყოველ დღე 11 საათიანი, 2 საათიანი და 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გაგვთ შესაძლებლობა მოусმინოთ სპორტის სიახლეებს. დღეს კი ამით დაგემშვიდობებით, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით უკვე 11 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ, ჯერ კახა, შემდეგ მე და მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის.